ვარ სესილია თევზაძე 6 წლის. ვსწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, ხატვა და გაფერადება. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 2 თვე ავცეკვავ ორიონში. ცეკვაში ყველაზე ძნელია უკან გადაწევა და ხელების ქუსლებზე დადება. ყველაზე უფრო მიყვარს ეს ცეკვა. ეს ასე ერთ ხელი გამკლავშია, ერთი თვალის სისწორ და ატრიალებ ჩატრიალებ. ცეკვაზე იმიტომ შევედი, რომ კარგი ცეკვები ვისწავლო. მალე მინდა მქონდეს კონცერტი თბილისში. კონცერტზე მინდა მეცვას აჭარულის ფორმა. მიყვარს დიდი სცენა და სიამოვნებით ვიცეკვე. ჩემი ცეკვის მასწავლებელი არის მარინა ქამაშიძე. კაცი არაა, მაგრამ ზოგიერთებს რო თამაშობენ, უყვირის. ვარდიშის დროს რაღაცებს თამაშობენ. ბიჭები რო აკეთებენ, გოგოები რაღაცებს თამაშობენ. გოგონები რო ცეკვავენ, ბიჭები რაღაცებს აკეთებენ. სწავლებელი როცა არის გოგონებში, ბიჭებს აკონტროლებს. ბიჭებთან როცა არის მასწავლებელი, გოგოებს აკონტროლებს. არ ვიცი რა შველება მოგამბავს. მე პირადად ვიქცევი კარგად სკოლაში და ცეკვაში. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მაიკო ბოლქვაძე კარგად მასწავლის. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია ლილე ღოღობერიძე. ყველაზე ცელკი არის ლილე ვარშანიძე. ყველაზე მშვიდი არის გოგა გოგუაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე პრანჭია. მე პრანჭები ასე სარკესთან ვდგავარ და რაღაცე პომადას ვისმევ. გუშინ მიყიდა დედიკო საკრასკავები ფუნჯები მოყვა თვალის ესენი რომ იკრასკავენ მაგიც მოყვა და მანიკურებიც მოყვა 2 პომადა 2 მანიკური ბრჭყვალები 2 და კიდე ფრჩხილებისთვის სახეხი. გუშინდელის მერე ვარ ბედნიერი. რო ვიბრანჭები მიყვარს წასვლა რესტორანში. კვირაში ერთხელ დავდივარ რესტორანში. რესტორანში ყველაზე უფრო მიყვარს ხინკალი და ცეკვა. ჩემი საყვარელი საჭმელი არის პიურე. მე ასევე მიყვარს ხატვა, ჩემთვის სწავლა და მასწავლებელი მასწავლა. მე ვიცი ზღვის ხატვა, პეპლის ხატვა, ძაღლის ხატვა, კატის ხატვა, ბატის ხატვა და ჩიტის ხატვა. ყველაზე ძნელი არის კატის ხატვა და ადვილი არის ძაღლის ხატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი. არ მიყვარს ლურჯი, იმიტომ რომ ბიჭის ფერია. ლურჯი ფერი წაგვართვეს ბიჭებმა გოგოებს. ჩემთვის კომფორტულია საღებავებით ხატვა. ნახატებს ვაგროვებ, იმიტომ რომ ახალ სახლში უნდა გადავიდე და დავკიდო ჩემს ოთახში. მუსიკაზე მასწავლებელი გვატყვის დახატეთ და ეგრევე დედიკოს ჩუქნი. მეც მიყვარს რომ საჩუქრებს ჩუქნია. ამ ბოლო დროს მაჩუქეს ბლოკნოტი. თოლის ბაბუამ შარშან მაჩუქა გლობუსი, ქვიშის საათი, ბლოკნოტი და ფერადი ფურცლები. წელს მინდა მაჩუქოს კიდევ სათამაშო Hello Kitty. ჩემი აზრით არის თოლის ბაბუა 35 წლის. მისი ნამდვილი სახელი არის გიორგი. მე ახლა მინდა ვიყო 30 წლის. იმიტომ რომ მინდა მოვამზადო საჭმელები. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, ჩემი და მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი 2 ბიძაშვილი. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ქვია ემილია. ეს არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, დავალებებს ასრულებს და ყველაფერს მისრულებს მე. ჩემი აზრით ემილია რო გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. მამიკო არის სიმპათიური ბიჭი. კიდევ არის მხიარული და მზრუნველი. დედიკო არის ლამაზი, კეთილი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული კარტოფილი ფრი. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. საყვარელი მორწმუნე არის ვინი პუფი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გადავიქცეოდი ფერია პრინცესად და მექნებოდა ჯადოსნური სასახლე. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი აფრიკაში და ბაკურიაში. ამიტომ ცხოველები ძალიან მიყვარს.
განსაკუთრებით მიყვარს ჟირაფი. სახლში მინდა მყავდეს ერთი ჟირაფი და ერთი პინგვინი. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. ასე იმიტომ მგონია, რომ იასამნის ფრებს ზოგჯერ ვიცმევ. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი არის Hello Kitty. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასე შეკითხვას. მისი სახლი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა? მე მაგალითად დედამ დავარქვა სესილია და მიყვარს ჩემი სახლი. მაგრამ სესილია რომ არ გვერდოს, მექმეოდა ელენე. ბედნიერება არის თოჯინებით თამაში და საჩუქრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.